გამარჯობა ჩემო ძვირფასო YouTube მაყურებლებო. მე ლაშა გურგენიძე ვარ და ეს ქართული ამბებია. ისევე როგორც გასულ კვირაში, ახლაც ძალიან საინტერესო ამბები მოგიმზადეთ. არ ამგონია ამ ამბების მოსმენამ თქვენში ძვირფასი ემოციები არ გააღვიძოს. იქამდე თქვენთან სულ ერთი პატარა თხოვნა მექნება. გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო. შევეჯიბროთ Facebook გამომწერებს. იქ ძალიან წარმატებით მივიწევთ 100,000 გამომწერისკენ. მადლობა არხის წარმდგენს კროკოს. უკვე წელიწადზე მეტია გვერდში უდგას ამ ძალიან საინტერესო პროექტს. ალბათ ყველამ კარგად იცით თუ რა დიდი მწერალი და საზოგადო მოღვაწე იყო ილია ჭავჭავაძე. თუმცა ის როგორც ადამიანი ძალიან დიდი იყო. დღეს სწორედ ამის ერთ-ერთ ნათელ მაგალითს მოგიყვებით. ილია და უცნობი გლეხი. ერთხელ ილია ჭავჭავაძე კახეთში მიემგზავრებოდა. როგორც ხშირად ხდებოდა, გზაში ყველგან აჩერებდნენ. ზოგი რჩევას ეკითხებოდა, ზოგი პრობლემას უყვებოდა, ზოგსაც უბრალოდ საკუთარი თვალით უნდოდა ენახა კაცი, რომელსაც უკვე სიცოცხლეშივე ერის მამას ეძახდნენ. ამ გზავრობისას ერთ პატარა სოფელში ეტლი გაუჩერებიათ. იქაურ გლეხებს გაუგიათ ილია მოდისო და თითქმის მთელი სოფელი შეკრებილა. დიდი თუ პატარა, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ყველა გამოეფინა ილიას სანახავად. იქვე ხალხში ერთი მოხუციც ყოფილა, რომელიც ყველასგან მოშორებით იდგა და ჩუმად აკვირდებოდა. ილიას გაუკვირდა უცნობი გლეხის საქციელი. ყველა რაღაცას თხოვდა, უყვებოდა, აქტიურობდა. ეს ვიღაც უცნობი გლეხი კი მოშორებით დამდგარიყო და უცქერდა. ილია როცა მორჩა ხალხთან საუბარს, პირდაპირ ამ გლეხისაკენ წავიდა. მიუახლოვდა და ჰკითხა: რატომ დგახარ ასე შორს ზიავ? მოხუც თავიდან შერცხვა, მაგრამ ბოლოს უთხრა: შვილო, მთელი ცხოვრება მიწას ვთხრიდი. წერა კითხვა მე არ ვიცი, წიგნები არ მაქვს წაკითხული და ამ ქვეყნის არაფერი გამეგება. შენაირ დიდ კაცთან რა საქმე მაქვსო? იცით რა ქნა ილიამ? მოსასხამი გაიხადა, იქვე გზის პირას გაშალა, ზედ მოხუცი დასვა და თვითონაც გვერდით მიუჯდა. გაკვირვებული ხალხი მათ გარშემო შეიკრიბა. ერის მამამ კი ასეთი რამ უთხრა: შენ რომ მიწა არ გაგეთხარა, გგონია უშენოთ მე წიგნების დაწერას შევძლებდიო? ქვეყანას მშრომელი ხალხი აშენებს. წერლები კი არაო. მოხუც თვალები აუცრემლიანდა. ალბათ პირველად იგრძნო ცხოვრებაში, რომ ვიღაც მის შრომას აფასებდა. თან ეს ვიღაც არც მეტი, არც ნაკლები ილია ჭავჭავაძე იყო. იმ სოფელში დიდხანს ახსოვდათ ის სურათი, როგორ იჯდა ბუმბერაზი ქართველი ერთ უცნობ გლეხთან ერთად მტვერში და როგორ ლაპარაკობდნენ ისე, თითქოს დიდი ხნის მეგობრები ყოფილიყვნენ. ამიტომ უყვარდა ხალხს ილია. ის დიდი ადამიანი იყო. სოფიკო და პროფესიონალიზმი. ჩვენს ამბავში არასოდეს გვიხსენებია უდიდესი ადამიანი, არაჩვეულებრივი მსახიობი სოფიკო ჭიაურელი. ამ ადამიანზე უამრავი საინტერესო ისტორია არსებობს, თუმცა მე ერთ-ერთი ამოვარჩიე და დღეს სწორედ ამას მოგიყვებით. ერთხელ ქართული თეატრი გასტროლზე მოსკოვში იმყოფებოდა. სწორედ ამ დროს გაუგია სოფიკოს თბილისში საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შესახებ. შეწუხდა მთელი დასი. უსამძიმრებდნენ, გვერდში უდგნენ, თავს ევლებოდნენ, თუმცა სოფიკოს თავისი დარდი ჰქონდა. საგონებელში ჩავარდნენ. იმ სპექტაკლში ჭიაურელს მთავარი როლი ჰქონდა და მის გარეშე სპექტაკლი ჩაიშლებოდა. ამიტომ ერთ-ერთი კოლეგა მასთან მივიდა და სპექტაკლის გადადება შესთავაზა. სოფიკო უარზე იყო. ამდენი ხალხი სპექტაკლის სანახავადაა მოსული და ისინი სახლში იმ ემოციით უნდა გაუშვათ, რისთვისაც მოვიდნენ. არადა როგორია, საღამო სპექტაკლია, ბილეთები გაყიდულია, დარბაზი ნელ-ნელა ივსება ხალხით და ამ დროს მთავარი როლის შემსრულებელი გლოვიარეა. მსახიობები იხსენებდნენ, რომ სოფიკო სპექტაკლის დაწყებამდე საგრიმიოროში იყო. სრულიად მარტო. არც ტიროდა, არც ლაპარაკობდა. უბრალოდ იჯდა და დიდხანს უყურებდა სარკეს. მერე ადგა კოსტიუმი ჩაიცვა და სცენისაკენ გასწია. მეგობრები იხსენებდნენ, რომ იმ საღამო სოფიკოს ისე უთამაშია თავისი როლი, როგორც არასდროს. ისეთი ემოცია ჩადო თავის როლში, აღტაცებაში მოიყვანა ამხელა დარბაზი. სპექტაკლის მიმდინარეობისას რამდენჯერმე წამოდგა მაყურებელი ფეხზე და მქუხარეტაში დაუკრა მსახიობს. არაფერს ვამბობ სპექტაკლის დასრულების აპლოდისმენტებზე. ხალხმა ტაშის დაკვრა მხოლოდ მაშინ შეწყვიტა, როცა ხელები ეტკინათ. როცა ფარდა დაიხურა, სოფიკო ნელი ნაბიჯით შევიდა საგრიმიოროში და მხოლოდ მაშინ ატირდა მთელი გულით. მოგვიანებით მსახიობი ამბობდა, რომ მსახიობის პროფესია უცნაური რამეა. როცა ხალხი შენგან ყველაზე მეტად ელოდება დადებით ემოციებს, სწორედ მაშინ გიწევს ყველაზე ძლიერ ადამიანად ყოფნა, რადგან მაშინ ყველაზე რთულია დიდი ტკივილი დამალო.
ალექსანდრე ქართველის მოგონება. შემდეგი ამბავი მინდა ყველა ემიგრანტს მიუძღვნა. ძალიან რთულია სამშობლოდან შორს ყოფნა. გადის და გადის წლები მუდმივად სამშობლოს და საყვარელი ხალხის მონატრებაში. სწორედ ასეთი ემიგრანტი იყო ცნობილი ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველი, იგივე ალექსანდრე ქართველიშვილი. ადამიანი, რომელმაც ამერიკული ავიაცია შეცვალა, მუდმივად იტანჯებოდა სამშობლოს სიყვარულით და მონატრებით. სამშობლოში დაბრუნებაც არ იყო მაინც და მაინც ადვილი. ამერიკული მხრიდანაც პრობლემა იყო და აქაურ საბჭოთა კავშირზეც აღარაფერს ვამბობ. მეორე მსოფლიო ომის დროს ალექსანდრე ქართველი უკვე ამერიკაში მუშაობდა და სამხედრო ავიაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტრუქტორი იყო. მის შექმნილ თვითმფრინავებს ამერიკელი მფრინავები განსაკუთრებული პატივით მოიხსენიებდნენ, რადგან ხშირად სწორედ ასეთი პროფესიონალის შექმნილი კონსტრუქციები აძლევდათ მათ ბრძოლაში ცოცხლად დარჩენის შანსს. ერთხელ სამხედრო ქარხანაში მაღალი რანგის ოფიცრები მისულან ახალი მოდელის ანახავად. დაუთვალიერებიათ ალექსანდრეს შექმნილი ავიაკონსტრუქცია. ერთ-ერთ გენერალს უთქვამს, ეს თვითმფრინავი ძალიან მძიმე ჩანს. ასეთი სიმძიმე ცაში დიდხანს ვერ გაჩერდებაო. ამბობენ ალექსანდრე არ შეკამათებიაო. შვიდად მოусმინა და მარტივად უპასუხია. გენერალო, არწივი და შევარდენი წონით უფრო მძიმე ფრინველები არიან, ვიდრე მტრედი და ბეღურა. ხო და იქ მორჩენილა კამათი. რამდენიმე თვის შემდეგ ომში სწორედ ქართველის შექმნილმა მოდელმა Republic P-47-მა ითამაშა განსაკუთრებული როლი ამერიკელი სამხედრო ავიაციის წარმატებაში. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ამ კაცზე ისაა, რომ მიუხედავად ამერიკაში მრავალწლიანი ცხოვრებისა, ის ყოველთვის ცდილობდა ხშირად ქონოდა კონტაქტი ქართველებთან და ქართულად ელაპარაკა. ერთხელ სამსახურში ამერიკელ ინჟინერს უკითხავს, რამდენი წელია აქ ცხოვრობდა, ასე მაინც როგორ გენატრება სამშობლოო. ალექსანდრე ქართველს კი უპასუხია, ადამიანი შეიძლება ძალიან შორს წავიდეს საცხოვრებლად, მაგრამ სამშობლოდან ბოლომდე ვერავინ მიდის. ალბათ მართლა შეუძლებელია ბოლომდე წახვიდე სამშობლოდან. დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი. დღეისათვის სულ ეს იყო. გონი მართლა საინტერესო და კარგი ამბები მოგიყევით. თუ მოგეწონათ, მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. მე ცოტა ხნით დაგემშვიდობებით. დროებით.